ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე ხელწერილი საფუძველზე გაათავისუფლეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაზის ინფორმაციით. ბათუმში აქციაზე ჯამში დაკავებული იყო 8 პირი. ადმინისტრაციული წესით 176 და 173 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების სტიკერების გაგვრას შეეცადნენ. საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესები ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, კონგრესი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და ეს გავლენას მოახდენს სანქციების დაწესების სამომავლო ძალისხმევაზე. საქართველოში განხორციელებული თავხედური დარბევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი რიხარდ სკოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ევროპამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს სანქციები უნდა დაუწესოს და ქართველი ხალხის გვერდით დადგეს. ივანიშვილს ქართველები რუსეთთან ახლოს მიყავს, სადაც მისი გული და მისი ფულია. ამის შესახებ კონგრესმენმა სტივ კოენიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა. მან საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მომავალზე ისაუბრა. ახალი მოწვევის კონგრესმა საქართველოზე ორი მნიშვნელოვანი კანონპროექტის ინიცირებაც მოასწრო. ერთი განახლებული მეგობარი აქტია, მეორე კი ქართული კოშმარის არაღიარების აქტი. ორივეს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ანუ მისი ინიციატორები არიან კონგრესმენები, როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან. მისი ახლა ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. დაბრუნება ქალაქში, თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია, ამბობს როთი. მანამდე ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, ადრე თუ გვიან წააგებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლც უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფა არ სურს. უკრაინული მედიის ცნობით პისტორიუსმა ამის შესახებ ტაგი შპიგელთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კანცლერი არ ბლოკავს უკრაინის არმიისთვის 3 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფას და მოელის, რომ ეს საკითხი ყველა პოლიტიკური საკითხის მოგვარების შემდეგ მოგვარდება. ცნობისთვის გამოცემა Der Spiegelმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანარენა ბერბოქს და თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს სურთ არჩევნებამდე უკრაინას დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყვონ. ამ იდეას კი კანცლერი ოლაფ შოლცი ბლოკავს. ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში გრძელდება. გასული 24 საათის განმავლობაში 28 ადამიანი დაიღუპა. შედეგად ომის დაწყებიდან ანკლავში დახობულთა საერთო რაოდენობა 46500-ს გადააჭარბა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი აგრძელებენ ოპერაციებს ბეით ჰანუნში, ჩრდილოეთ ღაზაში, რომლის დროსაც აქტიურ ახლო შეტაკებებში არიან ჩართული. ისრაელის მედიის ცნობით, შეტაკებების დროს 4 ჯარისკაცი დაიღუპა და 6 დაიჭრა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ლაპარაკებებისა და ძევლების გათავისუფლების შესახებ პროგრესი განიხილეს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბაიდენს მიაწოდა ინფორმაცია კატარში მოლაპარაკებებისთვის მიცემული მანდატის შესახებ ძევლების გათავისუფლების მცდელობის გასაძლიერებლად. მანამდე კვირას ისრაელის დელეგაცია დოჰაში ჩავიდა. ისრაელსა და ჰამას შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მთავარ პრობლემად ცეცხლის შეწყვეტის საკითხი რჩება. ჰამასი მუდმივ ზავს ითხოვს, ხოლო ისრაელი დაჟინებით მოითხოვს ბრძოლების დროებით შეჩერებას და ხაზს უსვამს, რომ სამხედრო ოპერაციები უსაფრთხოებისთვის საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განახლდეს.